სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიშით ემართათ ქვეყანა, ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და გააგრძელა სწორედ ასე ამის შემდეგ და დაიწყეს აი ამ შიშით ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ როგორც კი გადაურეკეს ზემოთ ზემდგომებს და ეს იყო ოქრუაშვილი ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს. ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის მერე იყო უკვე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და იქ მოზიდეს ვაკის პოლიციიდან უამრავი იარაღი. ამაში ჩართეს უკვე მთელი სისტემა და ამუშავდა და დაგვიპირისპირდა ამ ბავშვებს. მიიტანეს უამრავი იარაღი, ერთ-ერთ იარაღს ეხლაც მახსოვს კარგად ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ქონდა და მისი იყო ეს იარაღი. ეს მოწმეთაც გამოდგა შემდეგ ეს პიროვნება ესე მახსოვს და მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული ლიმონკები და არსენალი იყო მთელი, რომლებიც დაულაგეს ამ ბავშვებს, ბუტას დაუდეს ავტომატი და შემდეგ ამბობდნენ და მიქაძე იქვე ჩაწერეს, იქვე მისცა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით და განსაკუთრებით მიქაძეს, რომელმაც ვინ იყო ამ დროს მიქაძე, რო აუხსნა? საპატრულოს უფროსი იყო მიქაძე ქალაქის და მიქაძემ უთხრა, რომ მოკლედ ესეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ისროლა, ორჯერ ესროლა ბუტას ავტომატიდან ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა პატრულის მიერ. და მოკლედ დაულაგეს ერთ-ერთ ბავშვს ამ მიქაძემ არა ბაქრაძემ, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე ჩვენ საქმეში, რომელმაც მადლობას უხდი მასმე ამისთვის, თვითონ აღიარებს, რომ მე ნამდვილად ვარ დამნაშავე და ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ლიმონკა მე ჩაუდე ბავშვსო, ერთ-ერთ ბიჭსო და ვერ ჩაუდეს ამ სიჩქარეში კარგად და ბავშვი რო ადგა ჩამოვარდა კამარში თუ სადღაც ჩაუტენა და დავარდა ეს ჩამოვარდა ქვემოთ. და ეს ბაქრაძე, რომელმაც აღიარა აბსოლუტურად ყველაფერი, ის იყო იქვე უთქვამს, რომ დაამთავრეთ ყველაფერი, რად გინდათ ეს ყველაფერიო, გაუვარდაო, მოხდა ესო, დაიჭირეთ ბაშალეში და დავამთავროთ ეს ყველაფერი. რას ლაპარაკობ, ბრძანებაა ზემოდან მოსული, რომ მოკლედო ეს პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს და უნდა დაბრალდეს ყველაფერი ამ ბავშვებსო.